სალამშილების. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. იმედსა და უიმედობას შორის. თუ რატომ დავარქვი ასე, ამას თქვენ რა თქმა უნდა გადაცემის შინაარსიდან შეიტყობთ. აგერ უკვე მესამე თვე სრულდება, რაც არჩევნები დამთავრდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, მაგრამ არჩევნებთან ხელოვნურად მიბმული პროცესები არ მთავრდება. ეს პროცესები იმისთვის არის მოხმობილი, იმისთვის არის დაფინანსებული და იმისთვის არის მონდომებული და მოწადინებული, რომ ქვეყანა არეულობამდე მიიყვანოს, ქაოსში გადაჭეხოს და საბოლოოდ ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალებით დაამთავროს. ჩვენ და სამწუხაროდ ეს პროცესები არ მთავრდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავს რესურსი არ ყოფნით, პირველ რიგში მხარდაჭერის რესურსი არ ყოფნით, დანარჩენი რესურსი მათ გააჩნიათ. მხარდაჭერაში მე ვიგულისხმე შიგნით მხარდაჭერა, ხალხის მხარდაჭერა. მაგრამ მათ აქვთ მხარდაჭერა გარედან, ქვეყნის გარედან. მათ აქვთ ძალიან დიდი ფინანსები. მათ აქვთ ყველაფერი, ყველა სიბინძურე იმისთვის, რომ ეს ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ ის რომ სახალხო მხარდაჭერა არ აქვთ, ამუხრუჭებს მათ საქმეს. მათ საქმეს ამუხრუჭებს ისიც, რომ ისინი მართლები არ არიან. მათი უძირითადესი ლოზუნგი, რითაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში მოქმედებენ, არის ტყუილი. ანუ არჩევნები არ გაყალბებულა. ამის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს პროკურატურამ. 800-მდე საგამოძიებო მოქმედება, 400-მდე გამოკითხული მოწმე და არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება. პროკურატურის შუალედური შედეგები ცნობილია. უცხოელ ექსპერტებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების ბრალდებები არჩევნების გაყალბებაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საცავში დაცული ვერიფიკაციის აპარატებიდან განჩინებით ამოიღეს მეხსიერების ბარათები. დადგინდა, რომ манипуляციას ადგილი არ ქონია. ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარეთ მოქმედმა ძალებმა, რომლებიც სწავლობდნენ ამ საკითხებს, ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი ისეთი, რომელიც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა და შესაძლებელი იქნებოდა ვინმეს ეთქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. არა, ასეთი რამ, როგორც ჩანს, არ მომხდარა. მეცას გეტყვით, არა თუ არ მომხდარა, თეორიული შანსიც კი არ არსებობდა, რომ ასეთი რამე მომხდარიყო. ჩატარებული ექსპერიმენტით ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე უბანზე ხმის განმეორებით ან და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა. ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია. ექსპერტიზაზე წარდგენილი მარკირების სითხე ხელის თითის ფრჩხილზე და კანზე დატანის შემთხვევაში ულტრაისფერის სხივებით დანათებით ლუმინისცირებას ანუ ნათებას ინარჩუნებს არანაკლებ 12 საათის განმავლობაში. ხელის მრავალჯერადი დაბანის შემთხვევაშიც კი. ექსპერიმენტიც კი ჩატარდა. ძიება ხომ ჩატარდა და ჩატარდა, მაგრამ არაფერი არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ არაფერი არ ყოფილა და არაფერი არ მომხდარა. მაგრამ ვიღაცას ჯიუტად უნდა, რომ რაღაცა მოგვასაღოს ისე თითქოს არჩევნები გაყალბდა და თითქოს ეს იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. ნახოთ კიდევ ერთი სიუჟეტი. მთავარი საგამოძიებო უწყების საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ ხმაურიანი ბრალდებების ავტორები ოპოზიციას და მათ მოკავშირეებს გამოძიებისთვის არც ერთი მამხილებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ. ვინც გამოკითხვაზე მივიდა, თქვა, რომ სხვის მონაყოლზე საუბრობდა, ან არჩევნების გაყალბების შესახებ ხმამაღლა ქუჩაში ყვირილი პრევენციას ემსახურებოდა. ნაწილმა კი გამოკითხვას თავი აარიდა. მოწმეთა უმრავლესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ისინი აპელირებდნენ მასმედიაში გაჟღერებულ ფაქტებზე, ხოლო ცალკეულმა მოწმეებმა გამოძიებას განუცხადეს,
რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას და არ შეიცავდა რეალურ ფაქტებზე დამყარებულ ინფორმაციას. თუ კი ამტკიცებ, რომ რაღაცა მოხდა, მაშინ რაღაცა არგუმენტი უნდა გქონდეს, რაღაცა ფაქტი უნდა გეკავოს ხელში. და თუ კი ვინმე ვთხოვ, რომ ეს საკითხი იქნას გამოძიებული, იმას, ვინც ეს საკითხი უნდა გამოიძიოს, ქვეყნის შიგნით იქნება ეს თუ ქვეყნის გარეთ, უნდა მიუტანო ეს არგუმენტები, ეს ფაქტები, უნდა დაულაგო და უნდა უთხრა, რომ აგერ არის ფაქტები, აგერ არის დოკუმენტები, ახლა თქვენ აკინძეთ ეს ყველაფერი, მიზეზ შედეგობრივად, რა მიზეზი უძღოდა წინ და რა შედეგი დადგა ბოლოს და ამის მიხედვით გააკეთეთ დასკვნა. ასე უნდა უთხრა იმას, ვისაც ვთხოვ, რომ გამოიძიოს ეს საქმე. მაგრამ რა უნდა უთხრა, რა უნდა მიუტანო, რომელი ფაქტი, რომელი არგუმენტი, რომელიც არ არსებობს და არ გაქვს. როგორ უნდა მიუტანო ასეთი ფაქტი? არა. ამას ვერ მიუტან, ამიტომ რეალურად სალაპარაკო არაფერი არ გაქვს, მით უმეტეს იურიდიულად სამხილი არაფერი არ გაქვს, მაგრამ მაინც ჯიუტად იზახი იმას, რასაც იზახი. აი მაგალითად პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ რას იძახიან იგივე ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები. უბრალოდ სასაცილოა და კომენტირებაც კი ამასთან დაკავშირებით მთელი სოფლიო საზოგადოება საქართველოს მოქალაქეები ყველა ერთმანეთთან ხვდებიან რომ არჩევნები არის გაყალბებული. მელამ თავის კუდი მოწვეთ მოიყვანაო და ამ შემთხვევაში ეს კუდი არის პროკურატურა ივანიშვილის, რომელმაც ეხლა აგერ ოქტომბრის შემდგომ თქვა რომ თურმე ვერაფერი ვერ გამოიძიეს. არა, სინდისი რომ არ გაქვთ, მაგრამ აი ამ მასშტაბის უტიფრობა მელამ თავისი კუდი, ანუ პროკურატურა მოიყვანა მოწმედო, ესე იგი ხელისუფლებამ კი, მაგრამ რა მიუტანე პროკურატურას, რა დაუდე და რაზე გითხეს უარი, რაზე დახუჭეს თვალი, ხომ შეგიძლია თქვა, რომ ჩვენ ეს ფაქტები მივიტანეთ, ეს ფაქტები იყო ამდენ საქაღალდეში ჩაწყობილი, ან იყო კიდევ სხვა სახის ფაქტები, სხვა სახის დოკუმენტები თუ არგუმენტები, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, მივიტანეთ, მაგრამ ყურად არ იყესო. არა, ამას ვერ ამბობთ, იმიტომ რომ არაფერი არ მიგიტანიათ, მაგრამ ამბობთ უტიფრად, რომ ყველა ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდაო. ვინ ყველა ამბობს? ისინი, ვინც საქართველოში აფინანსებენ და ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას. აბა ერთი ქართველ ხალხს კითხეთ. აბა იმ ხალხს კითხეთ, რომლებიც არ გამოვიდნენ თქვენს დაძახილზე, თქვენს მოწოდებაზე, არ არიან ქუჩაში და არ გახვირიან, რომ არჩევნები გაგვიყალბესო. იმათ კითხეთ? არა, იმათთვის არ გიკითხავთ. თქვენი მცირე ჯგუფით დარბიხართ ქუჩაში და უფაქტოდ, უარგუმენტოდ გაიზახით, რომ არჩევნები გაყალბდაო და როდესაც კიდევ ერთხელ უკვე მერამდენედ ახლა უკვე პროკურატურამ დადო თავისი ძიების შედეგები, თქვენ ამბობთ, რომ მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო. მელაც თქვენ ხართ, მოწმედს თქვენ ხართ, კუდების თქვენ ხართ, უსინდისოების თქვენ ხართ და უტიფრების თქვენ ხართ, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი დედის მიერ ნაშობი და ოჯახში გაზრდილი ასე იქცეოდეს, როგორც თქვენ იქცევით, მაგრამ რომ იტყვიან თქვენი საშველი არ არის. ასეთ შემთხვევაში რა პასუხი ექნება ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს? გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ ეს არგუმენტები. ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუეზე, არანაირ ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთმა პოლიტიკოსმა, ვერც ერთმა ადამიანმა წარმოიდგინეთ, რამდენი დამკვირვებელი ყავდათ, რამდენი პარტიის წარმომადგენელი ყავდათ, ვერავინ ვერ დადო ერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. რა თქვა მეტი, ამათაც ერთი და იგივე უნდა იმეორონ. იმიტომ რომ სხვა სათქმელი უბრალოდ არ არსებობს, ფიზიკურად არ არსებობს სხვა სათქმელი. მოიტანეთ ფაქტი, მოიტანეთ არგუმენტი და კი ბატონო, საგამოძიებო ორგანო იქნება თუ პოლიტიკური ორგანო იქნება, გააკეთებს დასკვნას ამ ფაქტებზე და ამ არგუმენტებზე დაყრდნობითო, მაგრამ არ არის და ანდაზა გვაქვს ასეთი ააფრინე ალალიო, რაც არ არის, არ არის. კიდევ ერთი არგუმენტაცია ხელისუფლების წარმომადგენლების.
თუ კი ვინმეს რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით 300.000 კი არ არის საუბარი. აი 300 ხმის გაყალბება როგორ მოხდა? მივიდნენ და უთხრან პროკურატურას. რატო უმალავენ? აი ეს არგუმენტის გარეშე რაღაცების მოთხოვნას, რა ვიცი, ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე. არ ვიცი, მართლაც წარმოუდგენელია, მართლაც მეტი როგორ შეიძლება ითქვას. როგორ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ასეულ ათასობით ხმები გაყალბდა უიზაყოდე და არ ქონდეს ერთი კონკრეტული ფაქტი, 10 კონკრეტული ფაქტი, 100 კონკრეტული ფაქტი. აბა 10 და 100 კონკრეტული ფაქტი თუ არა გაქვს, ასეულ ათასობით გაყალბებაზე რის საფუძველზე ლაპარაკობ? უსაფუძვლო საუბარი, უსაფუძვლო ბრალდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვითომ ხელისუფლების მიმართ სინამდვილეში არის ხალხისთვის წაყენებული ბრალდება. თქვენ გაგიჟებულები და გამწარებულები ხართ მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა თქვენზე არჩევანი არ გააკეთა. და არჩევანი გააკეთა სხვა ძალაზე, საპირისპირო ძალაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართულ ოცნებაზე. ასე უნდა მოქცეულიყო ქართველი ხალხი და ასე მოიქცა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ყველაზე ძვირფასი რამ აჩუქა ქართველ ხალხს. მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში მშვიდობა შეინარჩუნა, რომელიც ფარავს ყველა იმ ნაკლს, ყველა იმ პრეტენზიას, რომელიც შეიძლება სწორად გქონდეს ხელისუფლების მიმართ, მაგრამ რა კი მათ მოახერხეს, რომ ასე ხანგრძლივ პერიოდში და ასეთ რთულ ვითარებაში ჩვენს ირგვლივ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობა შეინარჩუნეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძირითადად სწორ გზაზე დგანან. თქვენ კი იმ თავითვე იდექით არასწორ გზაზე. თქვენი გამრილი გზით, თქვენი ბიოგრაფიით, თქვენი მოღვაწეობით წინ წლებში, რა თქმა უნდა, დაუმტკიცეთ ქართველ ხალხს, რომ ნდობა არ შეიძლება თქვენი, რომ თქვენ ხართ მატყუარები, თქვენ ხართ სისხლის მსმელები, თქვენ ხართ ცოდვიანები, თქვენ ხართ დამნაშავეები და რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი თქვენ არც ახლა გენდოთ და არც მომავალში გენდობათ. ქართველი ხალხი თქვენ აუცილებლად განაჩენს გამოგიტანთ იმ უზარმაზარ დანაშაულთა გამო, რომელიც თქვენ ჩაიდინეთ საქართველოს წინაშე. აი ეს არის რეალობა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლის. ვერც თქვენი მომხრეები გარეთ, ვერც ის უზარმაზარი თანხები, რომლებსაც ისინი გაწვიან და ვერც თქვენი გაუთავებელი ყვირილი და ბღავილი ქუჩაში, რომ არჩევნები გააყალბეს. არ გაყალბებულა არჩევნები, ითქვა ეს უკვე ერთხელ და სამუდამოდ. კიდევ ერთი არგუმენტი ხელისუფლების წარმომადგენლისა. საღამო შამპანიურები გახსნეს მოგებასთან დაკავშირებით, თუ გაყალბდა საღამოს ხო უნდა ცოდნოდა ყველას და ხო უნდა ებრძნო თავის თავზე. და აქედან გამომდინარე რომ ნახესო წააგეს, მერე შემოატრიალეს და თქვენს რომ რაღაც გაყალბდა. ვერ დაამტკიცეს, იმიტომ რომ არ იყო ამის მტკიცებულება. ასე აბარაზე იმობდით. თუ კი იცოდით რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ზეიმობდით? თქვენ თვითონ არისით რა საკეთებთ, ღობე ყორეს აწყდებით, ხან იქით ხართ, ხან აქეთ ხართ, ხან ალთას ხართ, ხან ბალთას ხართ, ხან ერთს გაიძახით და ხან მეორეს გაიძახით, ამის კონკრეტულ მაგალითებსაც მოვიშველიებ დღეს ამ გადაცემაში და იქცევით უწესოდ, იქცევით უზნეოდ და ღებულობთ იმ შედეგს, რომელსაც ვერაფრით გვერდს ვერ აუვლიდით. ასე რომ არჩევნების თემა, მე რომ კაცმა მკითხოს, დახურულია. არჩევნებთან დაკავშირებული სპეკულაცია დასრულებულია. მართლ გუნდში ამბობენ, რომ მეუთოს დასკვნის შემდეგ ახლა უკვე საგამოძიებო უწყებამ თქვა, რომ ბრალდებას არჩევნების გაყალბებაზე პოლიტიკური სარჩული აქვს და ამის მიღმა რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი დღესავით ნათელია ყველასთვის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც შინ, ასე გარეთ. როგორ უნდა მოიქცეს ის ძალა, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს, თუმცა ჩვენ შესანიშნავად ვიცით, ვინ არიან ესენი დასავლეთის მეხუთე კოლონა, დასავლეთის აგენტურა, რომელთა მეშვეობითაც დასავლეთი ცდილობს აქ მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდებას, მაგრამ აგე ოპოზიციას უწოდებენ თავიანთ თავს, დავარქვათ ჩვენც ოპოზიცია და როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანები, ეს ჯგუფი, ეს ძალა ასეთ შემთხვევაში. მათ უნდა განაცხადონ, რომ ეს
თემა დახურულია, ამაზე ლაპარაკი არ ღირს და უნდა აღიარონ არჩევნები. ნაცვლად ამისა, რას აკეთებენ ისინი. ოპოზიციისთვის მთავარი საგამოძიებო უწყების დეტალური ანგარიშის გასაჯაროების მიუხედავად არაფერი შეცვლილა. ვერც მტკიცებულება მიიტანეს, ვერც ბრალდება დაადასტურეს, თუმცა არჩევნებში დამარცხებულები თავს ისევ გამარჯვებულად ასაღებენ. მე უკვე გამოვიყენე ერთი ცნება, უტიფრობაა ეს და სხვა არაფერი არ არის. როდესაც არაფრის გაგონება არ გსურს, არაფრის დანახვა არ გსურს, არაფრის გაგება არ შეგიძლია, არ გინდა და ჯიუტად ერთსა და იგივეს იმეორებ, რასაც საფუძველი არ აქვს. დარჩა რამე ინსტანცია, რომელიც თქვენს მხარეს არის. ვინმე არის ქვეყანაზე ისეთი რომელიმე ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ თქვენ რაღაცაში მართალი ხართ. აი მაგალითად სახალხო დამცველი. რა სიტყვის იგი? მე პოზიციას ნამდვილად შევიცვლიდი დღემდე რომ მენახა გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულება თქვენ არ გინახავთ. მე არ მინახავს. არც ერთი გამოძიების ან შეგროვებული მასალების მე არ მინახავს. 100,000 ადამიანი, რომელსაც ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, დღემდე ამ ადამიანებიდან ჩემთან არც ერთი არ მოსულა. 300,000 ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა ჭირდება და რა არის ეს რასთან არის დაკავშირებული, ჩემს ძალიან ცხადია და ამიტომ ასეთ ბოდიშით და რაღაც ჰაერდან მოტანილ სისულელებს მე არ ვიჯერებ. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია. თქვენ რომ მოგაწოდონ სრულყოფილი მასალა, შეიძლება გადახედოთ და ეს ვთქვათ გაყალბების შესახებ, რომ 300,000 ხმა გაყალბდა. მე არ ვიცი რამდენი, მე არ ვამტკიცებ არაფერს. ხო, არ ვიცი, რა მასშტაბზეც აქვს საუბარი არა სამთავრობო ასეთი მტკიცებულებები არსებობს. პირველ რიგში მე კი არ უნდა მომაწოდონ. თუნდაც მეც მომაწოდონ. საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. თქვენ გეკითხებით, მაშინ თქვენ მითხარით. მე ნუ მეკითხებით ბატონო. არა, კი ბატონო, არ შეგეკითხებით, მაგრამ აი, რა ვიცი, საზოგადოებას ვეკითხებით. მაშინ მაჩვენეთ ეს მასალები, აღარ გვაქვს დრო პროდუცერები. კი ბატონო, თქვენთან ეს არის პოზიცია. თუ კი რამე არსებობს, რომელიც ამტკიცებს რაღაცას ამ მიმართულებით, რომ არჩევნები გაყავდა, კი ბატონო, ამას საზოგადოებას განიხილავს, ხალხიც განიხილავს და ყველა ინსტანცია, ვისაც ეხება ამის განხილვა, განიხილავს, მაგრამ თუ კი არავის არაფერი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში რა რჩებათ ის? აი, ის ხერხი, ის მეთოდი, ბინძური და უტიფარი მეთოდი, რომელიც ახლა ჟურნალისტმა გამოიყენა, ეგრეთ წოდებულმა ჟურნალისტმა და თქვა, რომ დრო არ აგვაქვს. იქამდე იძახოდა, რომ ჩვენ არაფერს არ ვამტკიცებთ. თქვენ რამეს ამტკიცებთ კი არა, თქვენ გაკივით უსასრულოდ და უსინდისოდ, რომ მოხდა რაღაცა დიდი უბედურება ამ არჩევნებში, მაგრამ არც ერთი სამხილი თქვენ არ აგაქვთ. თქვენ არ გინახავთ არც ერთი თქვენი რესპონდენტი, არც ერთი ის პიროვნება პოლიტიკოსი იქნებოდა ეს თუ სხვა, რომელიც თქვენთან მოვიდოდა და რამე არგუმენტს მოიტანდა. მიუხედავად ამისა, აკოთებულია ეს თქვენი ეთერი თავიდან ბოლომდე სიცრუით, სიყალბით, პროვოკაციით, ბრალდებებით და არ მოგაქვთ არგუმენტები. არ გიჭირავთ ხელში არაფერი. რატომ აკეთებთ ამას? რა მიზანი აქვს ამას? ეს მთლად უმიზნოდ არ კეთდება. ამას მიზანი აქვს და ეს მიზანი ალბათ ის არის, რომ საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპირდეს. საზოგადოებაში აი პოლარიზაცია ეს ცნობილი გამოთქმა, რომელიც ამდენი წელიწადია ტრიალებს ჩვენს ეთერებში, აი ეს პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო საშინელი ფორმები, დამახინჯებული ფორმები მიიღოს საზოგადოებას შორის დიალოგმა და კამათმა, გადავიდეს ის სამოქალაქო დაპირისპირებაში. ეს გინდათ თქვენ. აი ამ ჟურნალისტებს, ვინც ამაში მონაწილეობთ, ამ ეგრეთ წოდებულ პოლიტიკოსებს, ვინც ამაში მონაწილეობთ, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, ვინც ამაში მონაწილეობთ, ეგრეთ წოდებულ NGO-ებს, ქართულად ASO არის თქვენი სახელი, ქართული აბრევიატურა ასეთია. აი თქვენ ყველას ერთად აღებულს გაქვთ დიდი სურვილი იმისა, რომ საზოგადოება მივიდეს დაპირისპირებამდე და გარკვეული რეციდივები ამისა უკვე ჩანს. გარკვეულ შედეგს თქვენ ამ თვალსაზრისით უკვე მიაღწიეთ. აი მაგალითად ერთ-ერთი კონკრეტული ფაქტი.
ქრონიკის მიერ მოპოვებული ამ კადრებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ბათუმში ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. სასტუმრო შერატონში სიტყვიერი დაპირისპირების დროს სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენელმა გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა და ამას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. უსაშინლესი კადრებია, შემზარავი კადრებია. როდესაც ადამიანებს ერთმანეთთან სიტყვით, კომუნიკაციით არ შეუძლიათ გაარკვიონ ურთიერთობები და გადადიან დაპირისპირებაში, ფიზიკურ დაპირისპირებაში, მუშტიკრივში, ერთმანეთთან ანგარიში სწორებაში და მიიღებთ ასეთ სამარცხვინო შედეგს. კი, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. იმას თუ ვინ დაიწყო, რომელი მხარე იწყებს, ამას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ იმისთვის, რომ დადგინდეს, გაირკვას, ვინ არის დამნაშავე და ვინ არის მართალი. მაგრამ საბოლოო ჯამში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ თუ კი დაპირისპირება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურ დონეზე, შემდეგ პარტიულ დონეზე, შემდეგ კიდევ რაღაცა სხვა დონეზე, საბოლოო ჯამში საზოგადოებრივ დონეზე, თუ კი ეს აიზილება და მივიღებთ იმ შედეგს, რასაც ქვია სამოქალაქო დაპირისპირება, საზოგადოების ორ დაპირისპირებულ ნაწილად გახრეჩვა. აი ამას თუ მივიღებთ, უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ექნება შედეგისთვის იმას თუ ვინ დაიწყო, თორემ ისე, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვინ დაიწყო, მაგრამ აი ვინ დაიწყო, ამის გარკვევა საქართველოში შეუძლებელია პრაქტიკულად, იმიტომ რომ სიმართლეს თვალებზე ხელებს აფარებენ. იმიტომ რომ ცდილობენ საზოგადოებამ არ გაიგოს რა როგორ იყო და ამისი არ რცხვენიათ. აი მაგალითად. გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, თავს დაესხა 10-მდე პირი. სასაცილოა უბრალოდ ეს საკითხი, რომ გახარია მიუვარდა 5 კაცს და დაუწყო უცებ ასე ვთქვათ ჭხუბი. არ არსებობს ეგეთი ინფორმაცია, ეგ არის ტყუილი და მაგ ინფორმაციას კომენტარს არ გავაკეთებ. აი რასაც ესენი ამბობენ, მხოლოდ ის არის მართალი. ხოლო მეორე მხარე რასაც ამბობს, საზოგადოება რასაც ფიქრობს და რეალურად რა მოხდა, ის ტყუილია, ის არ არსებობს. ის არავის არ ჭირდება. რასაც ეს ვაჟბატონები იტყვიან, აი მხოლოდ ის არის სიმართლე. ეს არის ამათი ლოგიკა და ეს არის ამათი უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლენა საზოგადოების მიმართ, ხალხის მიმართ, ქვეყნის მიმართ. ამ საქმეში რა თქმა უნდა ჩაერთო მათი ერთადერთი და უცვლელი ბელადი მიხეილ სააკაშვილი. ნაცმოძრაობის განაყოფები გახარიას მხარდაჭერას ერთმანეთის მიყოლებით უცხადებდნენ. კამპანია იქამდე მივიდა, რომ ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედმა მსჯავრდებულმა სააკაშვილმაც კი დაგმო. გმობ გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე ძალადობრივ თავდასხმას. ხელისუფლება მიდის სისხლის ზღვრაზე. ასეთ ვითარებაში ხალხმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე. აი ეს კაცი რომ საერთოდ თავდასხმას დაგმობს ვინმეზე ან რამეზე. იმიტომ რომ თავდამსხმელია თვითონ თავისი ბუნებით. ეს კაცი თავს დაესხა საქართველოს, ქართველ ხალხს და საქართველოს მომავალს და ცდილობს რომ საბოლოოდ გაამრუდოს ქართველი ხალხის ბედი. ამას ცდილობს, ამისთვის დაიბადა თითქოს და თუ არ დაბადებულა ამისთვის შეიქმნა. იქ სადაც ის აღზარდეს, იქ სადაც ის ჩამოაყალიბეს არამზადად გარეწარ პოლიტიკურ მოღვაწედ, რომელსაც მართლაც შეუძლია რაღაცა გავლენები იქონიოს, იმიტომ რომ მის უკან დიდი ბინძური და საშინელი ძალა დგას, როგორც წესი, მაგრამ მარტო სააკაშვილი რომ იყოს ჩვენ მიჩვეული ვართ და მისი ხროვა რომ იყოს აქ. ამას მიჩვეული ვართ, ამას ვხედავთ, მაგრამ ის ძალა, რომელიც მათ ზურგს უმაგრებს საზღვარგარეთ და
დასავლეთის ქვეყნებში. ის ძალა აღარც ინიღბება უკვე და თავიანთ ემისრებს პირდაპირ და ღიად გზავნიან, რომლებიც აი ასეთი უტიფარი განცხადების გაკეთების უფლებას აძლევენ თავს, როგორცაც ახლა მოისმენთ ვინმე როთისგან. ქვეყანაში მყოფებს არ ჩამორჩა მათი მთავარი უცხოელი მოკავშირე მიხაილ როთიც. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. ეს კაცი რაზნეობის კაციც არის აი ამ განცხადებიდანაც ჩანს. მისი საქციელიდან ჩანს საქართველოში. მე არაფერს ვამბობ იმაზე თუ როგორ მუშაობს იგი თავის ქვეყანაში, ევროპაში, თავის გერმანიაში. არა, აქ რასაც აკეთებს და როგორც იქცევა იქიდან ჩანს, რომ ერთი გარეწარი და ავაზაკია. მაგრამ რა კი ეს ასეა და რა კი ამდენის უფლებას აძლევს თავს, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ თუ რას წარმოადგენს ეს კაცი თავისი ზნეობით, როდესაც ჩვენ პოლიტიკურ და ზნეობრივ საკითხებზე ლექციებს გვიგითხავს. ეს არის გათხოვილი კაცი, რომელსაც ყავს ქმარი და შეიძლება შვილებიც კი ყავს გაჩენილი. აი ასეთი დაწყევლილ ბედზე გაჩენილი კაცია ეს ვიღაცა როთი, რომელიც მოგვიგდეს ჩვენ რაღაცა ვისახსოვრეს თითქოს. მემკვიდრეობით გვერგო თუ ანდერძით გვერგო არ ვიცი, მაგრამ ეს კაცი არის დასავლეთიდან, ევროპიდან ჩვენთვის გამოგზავნილი შეურაცხყოფა. აი ამ შეურაცხყოფის კონკრეტული განსახიერება, მაგრამ არ გვეშვება. ამიტომ ასეთი კაცი არ უნდა შემოუშვათ ქვეყანაში. კაცი, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია, კაცი, რომელიც მუდმივად პროვოკაციების ცენტრშია, როგორც გარედან შემოსული ვიღაცა, უცხო. აი ეს კაცი, როდესაც კიდევ ერთხელ დააპირებს შემოსვლას ქვეყანაში, არ უნდა შემოუშვა. ან კიდევ უკეთესი, უნდა მოკიდო ხელი და ჩააგდო საპატიმროში და აღზრას სისხლის აბართის საქმე. მე შენ გეტყვი, არა აქვს დანაშაული ჩადენილი თუ რა, მთელი მისი მოღვაწეობა, თუ კი შეიძლება ასე ითქვას, საქართველოში არის დანაშაულზე აგებული. დანაშაულებრივია ყველაფერი, რასაც ის საქართველოში აკეთებს და ასეც უნდა მიუდგეთ. ახლა აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინ ვის დაესხა თავს? ვინ არის ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში დამნაშავე? მე ვთქვი, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეთქი. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაირკვეს, ვინ აშავებს, ვინ არის პროვოკატორი, ვინ არის ის, ვინც სიტუაცია დაძაბა და შექმნა დაპირისპირება. ამასთან დაკავშირებით, როგორი წარმოდგენები აქვს ჩვენს ხელისუფლების წარმომადგენლებს? ჩვენ არ ჩამოვყალიბდეთ ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვით გახარიამ სახეში ჭიქა ჩაარტყა დიმიტრი სამხარაძეს. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო თუ არ იყო? თუ საპასუხო რეაქცია იყო, თავდასხმა როგორ არის? ეხლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, რომ ეს ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო. უმძიმესი მუხლია, შენ უესხმი თავიდან თავთორე პასუხს ყველა მიიღებს. ეს ბუნებრივი ამბავია, მათ შორის თავდაცვის მიზნითაც. რა ეხლა თავს ხوار გაალახინე? ხედავთ როგორი პოზიცია არის გამოთქმული და გამოხატული და მე ვიტყოდი სწორი პოზიცია, იმიტომ რომ უნდა გაირკვეს ვინ ჩადის პროვოკაციას, ვის გამოყავს მეორე მხარე მოთმინებიდან, ვინ აიძულებს მეორე მხარეს მოიქცეს ისე როგორც სულაც არ სურს მას მოქცევა, მაგრამ იძულებულია მოიქცეს. ვინ აკეთებს ამას? ეს ყველა შემთხვევაში უნდა იყოს გარკვეული. მარტო ბატონ დინარაძის პოზიცია არ არის ეს, აი ახლა მოვისმენთ კობახიძის პოზიციასაც. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. აქაც იგივე პოზიცია გამოთქმული და ვეთანხმები ამას სრულებით და ახლა იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გავუსვი ამას ხაზი და რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება. მინდა გაგახსენოთ ერთი ფაქტი, ეს არის 2016 წელი. მას შემდეგ აგერ 8 წელიწადი გავიდა, მე-9 წელიწადი დაიწყო. ეს მოხდა თელავში,
მეც ვარ ამ ამბის მომსწრე და შემსწრე, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთი ორგანიზაციით, რომლის დამფუძნებელ ყრილობასაც ვატარებდით თელავში, ჩავედით და იქ მოგვიწყვეს თავდასხმა. შემოგვივარდნენ ვიღაცა ავაზაკები, აი ისეთი ავაზაკები, ზუსტად ისეთი ავაზაკები, რომლებიც დღეს დარბიან ქუჩაში და რომლებიც სულაც არ მოსწონს ჩვენს ხელისუფლებას. აი იმ ტიპის ავაზაკები შემოგვიცვლიდნენ და მოიქცნენ აი ასე პატარა ფრაგმენტს გიჩვენებთ. ლაყეკვერცხების სროლა ჩვენს მიერ დაქირავებულ დარბაზში და იმ საზოგადოების თანდასწრებით, რომელიც ჩვენთან ერთად იყო თავშეკრებილი და ჰქონდა პოლიტიკური კონსტიტუციურად საფუძვლიანი ღონისძიება. აი ამ ღონისძიების ჩამშლელი ვიგინდარები შემოწვივდნენ კვერცხების სროლით, გინებით, მონების, მოღალატეების ძახილით, შეურაცხყოფის მოყენებით და მივიდა საქმე იქამდე, რომ მოხდა ასეთი კონკრეტული ფაქტი, რომელსაც ახლა ნახავთ. მოხდა ეს ფაქტი. ეს კაცი, ვინც სილა გააწნა, აი ამ მოძალადე ავაზაკს, გახლავთ ბატონი თემურ ფიფია. პოლიტიკოსი მოღვაწე, რომელსაც აქვს საკუთარი შეხედულებები, საკუთარი მსოფლმხედველობა და ამ მსოფლმხედველობას ის ყველგან და ყოველთვის აფიქსირებს, რისი, როგორც ვთქვი, კონსტიტუციური უფლებაც მას გააჩნია. მაგრამ იმ ვიღაცას არ მოსწონს. ის ვიღაცა შემოგვივარდა, ყრილობა ჩაგვიშალა, ყველაფერი თავზე დაგვამხო, შეურაცხყოფა მოგვაყენა, რის გამოც თემურ ფიფია გამოვიდა მდგომარეობიდან და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ახლა რა ჩაიდინა სახელმწიფომ და სასამართლომ? სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს დამფუძნებლის თემურ ფიფიას წინააღმდეგ საქმე 125 მუხლით არის აღძრული. სოციალისტური მოძრაობის ყრილობა ჩაიშალა, ხმაური და კომუნისტური იდეოლოგიის პარტიის წევრების გაღიზიანება კი საზოგადოების პროტესტს მოყვა. მოქალაქეები საოკუპაციო პროპაგანდის წინააღმდეგ დღეს ქუჩაში გამოვიდნენ. ესე იგი, ჩვენ დაგვესწრან თავს, ჩვენ მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ჩვენ ჩაგვიშალეს ღონისძიება და მაინც ჩვენ გამოვედით მტყუანი. სახელმწიფომ და სასამართლომ გააკეთა ის, რაც არ უნდა გააკეთებინა. და რის შესახებაც ახლა ლაპარაკობს ჩვენი ხელისუფლება, რომ თურმე უნდა გაირკვეს, ვინ იძალა და პირველად, ვინ წამოიწყო, ვინ გააკეთა. მათ რომ დასჭირდათ დღეს ასე ალაპარაკდნენ, მაგრამ ჩვენ როცა გვჭირდებოდა იგივე სწორი ლაპარაკი, გამართული ლაპარაკი, მაშინ ასე არ ლაპარაკობდნენ. მაშინ ჩვენ ყველამ ჩაგვწიხლა, მაშინ ჩვენ ყველამ წიხლი მოგვაყოლა და გააკეთეს ის, რასაც ქვია დიდი უსამართლობა. აი ამიტომ მიდგომები ყოველთვის უნდა იყოს სწორი. მიდგომები ყოველთვის უნდა იყოს სამართლიანი. არა მარტო მაშინ, როცა შენ დაგჭირდება, არამედ მაშინაც, როცა სხვას დასჭირდება, თუნდაც ის სხვა იყოს შენი პოლიტიკური ოპონენტი. მაგრამ ჩვენ თქვენთვის შეურაცხყოფა არასოდეს მოგვიყენებია. ჩვენ ბევრ რამეში გაკრიტიკებდით და კიდევ გაგაკრიტიკებთ, იმიტომ რომ თქვენ იმსახურებთ ამ კრიტიკას ჩვენი გადასახედიდან, ჩვენი პოზიციებიდან და ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ჩვენ არასოდეს ზღვარს არ გადავსულვართ. ჩვენ პროვოკაცია მოგვიწყვეს და პროვოკაცია მიგვიყვანა იმ შედეგამდე. თქვენ იმ შემთხვევაში სხვანაირად იაზროვნეთ და იმჟელეთ, დღეს სხვანაირად აზროვნებთ და მსჯელობთ. აი ეს არის სერიოზული პრობლემა და ახლა მოუბრუნდეთ ისევ დღევანდელობას. აი კიდევ დაპირისპირებაზე ვლაპარაკობ მე. საშიშ დაპირისპირებამდე, დაპირისპირებაზე, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანოს. თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ ყლორტს ამ დაპირისპირებისა, დიდი და სერიოზული დაპირისპირებისა ჩვენ ხვდებით და ერთი მაგალითი უკვე გიჩვენეთ, ახლა მეორე მაგალითს წარმოგიდგენთ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დააკავეს, მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ისევ მალევე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც პოლიციელს ხელი გაარტყა. ქალი ჟურნალისტი, ვინმე მზია ჟურნალისტი, რომელიც ასე იქცევა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქალია, ხო? ქალი ასე არ უნდა იქცეოდეს, ქალი არავის არ უნდა სცემდეს, არც კაცი არ უნდა სცემდეს არავის, მაგრამ თუ მაინც და მაინც ვიღაცა უნდა სცემოს, ეს მაინც მამაკაცების პრეროგატივაა და არა ქალების. ქალის პრეროგატივა არის მანდილი. ქალის პრეროგატივა არის გაშველება, ქალის პრეროგატივა არის მოწოდება სიმშვიდისკენ, სიწყნარისკენ, იმიტომ რომ ბუნებამ შექმნა ქალი ასეთად. ქალი არის დედა, სიცოცხლის საწყისი და არ შეიძლება ის მოძალადე იყოს, მაგრამ მით უმეტეს პოლიციაზე ძალადობა. ანუ სახელმწიფოზე ძალადობა. აი ეს ახართ თქვენ და ამ შემთხვევაში აქ ჟურნალისტობა რა შუაშია? რა საქმე აქვს ამ ქალბატონს ჟურნალისტიკასთან მაშინ, როდესაც ის ასე იქცევა. ეს არ არის არც ჟურნალისტის საქციელი და არც ქალის საქციელი. ახლა ვნახოთ რა გაგრძელება მოყვა ყველაფერ ამას. პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა მთავარი სათქმელი ორ წინადადებაში ჩაატია. მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს უთხრა, რომ სამართალდამცველებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიღენებაზე პასუხისმგებლობას არ გაურბის. მოსამართლემ დაკავებული პატიმრობაში დატოვა, სახელაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება დეტალურად განმარტა, თქვა, რომ ეყრდნობა მთავარ გარემოებას. ჟურნალისტი პირველი დაკავების შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მალევე უფრო მძიმე დანაშაული ჩაიდინა. ეს კი მოსამართლისთვის იმის საფუძველი აღმოჩნდა, რომ ბრალდებულის მიმართ უნდობლობა გაჩენოდა. ასეთი ვითარებაა შექმნილი. სასამართლო ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურად იქცევა, იმიტომ რომ საქმე გვაქვს რეციდივთან. როდესაც რეციდივისტი წარსდგება სასამართლოს წინაშე, მაშინ რა თქმა უნდა სასამართლო უფრო მკაცრ გადაწყვეტილებას იღებს, იმიტომ რომ საამისო საფუძველი გააჩნია. სხვაგვარად მოქცევამ სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებამ შესაძლებელია კიდევ უფრო ცუდი შედეგი გამოიღოს. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. მე ხომ ვარ ჟურნალისტი. მე ხომ მაქვს ჟურნალისტიკის ნახევარსაუკუნოვანი სტაჟი. მე ხომ 10 წლების განმავლობაში თქვენს წინაშე ვარ წარმოდგენილი ჩემი პუბლიკაციებით, წიგნებით, სატელევიზიო გადაცემებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ ვარ მე ჟურნალისტი და ხომ მივეცი ამას ჩემი შეფასება. ხომ თქვი ჩემი პოზიცია. როგორი უნდა იყოს თუნდაც ჟურნალისტის პოზიცია აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ახლა ვნახოთ როგორ მოიქცნენ სხვა ჟურნალისტები. ხმაურის ხდომის დარბაზში და დარბაზ მიღმა დაკავებულის მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება და ჟურნალისტის შეკითხვა გააპროტესტეს. პოლიციელზე ძალადობა არის თუ არა დანაშაული? ეს კითხვა მხარდამჭერი ჟურნალისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ძალადობა უნდა იძებოდეს თუ არა? ფიზიკურად ძალადობა უნდა იძებოდეს თუ არა? მოსამართლე ხარ? შენ რა იცი რა მოხდა? მე გეკითხები. არა შენ მზია არის პოლიტპატიმარი ამ ხელისუფლების. ირაკლი დგებუაძე არის მოძალადე. მე ვარ მზიას ოჯახის წევრი და არ ვარ ვალდებული ჩემი ოჯახის წევრთან მიმართებაში რაიმე ტიპის საკითხთან და არ მინახავს. რატომ უნდა გენახა, რადგინდა ნახვა, ისედაც ხომ ყველაფერი იცი. აი ეს არის ის, რასაც ქვია დღევანდელი ქართული ჟურნალისტიკა. ეს არ არის ჟურნალისტიკა. ეს არის ინდაურის ტვინით აზროვნება. ეს არის უკადრისი საქციელი, მიუღებელი საქციელი. გამართლება იმიტომ რომ ის ჟურნალისტია და მეც ჟურნალისტი ვარ, არის სრული აბსურდი. გამამართლებელი ფაქტორი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, თუ კი ის მართალია. თუ კი ის მართალი არ არის, გინდა ჟურნალისტი იყოს, გინდა ექიმი იყოს, გინდა პედაგოგი იყოს და გინდა ნებისმიერი სხვა რომელიმე სფეროს წარმომადგენელი იყოს, ამას რა მნიშვნელობა აქვს?
თქვენ როგორ ამბობთ, რომ თქვენ ჟურნალისტები ხართ, უდესაც ასე საშინელ ტენდენციურობას იჩენთ. ფაქტი სახეზეა. შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის მხრიდან არის სახეზე, თქვენ ამას ხედავთ, ატრიალებთ თქვენს ეკრანებზე და მაინც ამას უჭერთ მხარს. სამარცხვინოა. გულის ამრევია ეს ყველაფერი. ხელისუფლება როგორ აფასებს ამ ვითარებას? პოლიციელი არის ხელშეუხებელი. პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალ თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთ ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. პოლიციაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იძალადოს არც ერთმა მოქალაქემ, მაგრამ თუ კი პოლიტიკაზე გაქვს პრეტენზია და პოლიტიკური საქმიანობით ნიღბავ შენს ქმედებებს, ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს ფრთხილი უნდა იყო. თქვენ კი პოლიციას ესმით პირდაპირ თავს და პოლიტიკოსი რომ აკეთებდეს ამას კიდევ ჯანდაბას, იმიტომ რომ ეს პოლიტიკა მართლაც არის რაღაც სიბინძურესთან წილნაყარი და ბევრ რამეს იტანს. ჟურნალისტი რატომ აკეთებს ამას? რა ჟურნალისტის საქმეა ვინმეს ცემა? ჟურნალისტმა უნდა აღწეროს რა ნახა, ან კალმით, ან მიკროფონით, ან რომელიმე სხვა საშუალებით და უნდა გაავრცელოს. აი ეს ხდებოდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სად რა მოხდა. ამის იქით ჟურნალისტის კომპეტენცია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ბატონი მაჭარაშვილი მოგცემს კარგ განმარტებას და კარგ შეფასებას იმისა, თუ რაც მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ნებისმიერი მოქალაქე იქნება სახელმწიფოს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც აღმართავს ხელს პოლიციელის წინააღმდეგ, უნებრივია რომ ის იქნება აუცილებლად დასჯადი და ვეღარ მონათლავენ ძალადობრივ აქციას და შეურაცხყოფელ აქციას შვიდობიან აქციად, იმიტომ რომ მათი ლიბერალური წარმომადგენლის ამ შემთხვევაში ჯერ კიდევ რამდენიმე დღე რო დარჩა პრეზიდენტ ბაიდენს, იმის სიტყვებს შევახსენებ, რომ კანონი იცავს შვიდობიან აქციას და კანონი არ იცავს ძალადობრივ აქციას. მიმართონ ბაიდენს თუ არ იციან და ის განუმარტავს, რას ნიშნავს ეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეც უნდა დავეთანხმო ბაიდენს, თუმცა მასთან მაქვს ძალიან სერიოზული კონფლიქტი, იმიტომ რომ რასაც ბაიდენი აკეთებს, ის არის აბსოლუტურად მიუღებელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორი განცხადება გაუკეთებია. რაც შეეხება დაპირისპირებას, მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი ამ გამრილი დღეებიდან წარმოგიდგინოთ დაპირისპირების ერთი კონკრეტული ფაქტი და შემდეგ გადავიდეთ სხვა თემებზე. ოპოზიციის მიერ დაგეგმილ გაფიცვას დღეს რამდენიმე ათეული კომპანია შეუერთდა, დოლიძის ქუჩაზე კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, გაფიცულებს მოსახლეობა დაუპირისპირდა და კვერცხები ესროლა. მომხდარზე შეფასებები კეთდება მართლ გუნდში. ვინ ხარ დავა დაგვენახე? სახურავიდან დაიწყეს კვერცხების სროლა, რაღაც პრადომ ჩამოიარა, ვიღაც კაცი გვაგინებდა. ვაკე. ვაი, რასაკეთებთ ვაკე? რატო არ იფიცებით ხალხო? ოი, სიცხელია. ჯობი არ გადავიღო. ხედავთ აქ ისმის ერთ-ერთი უბნის დასახელება თბილისის და ვაკე, ეს ყველაფერი ხდება დოლიძის ქუჩაზე, ანუ ეს არ არის ვაკე, საბურთალო, ორთაჭალა და სხვადასხვა უბნების წამოწყება, დაპირისპირების გადატანა უბნებზე, შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გაზრდა მასშტაბებისა. ეს არის ჩაფიქრებული და ეს არის მიზან მიმართული ქმედება. ასე ნაბიჯ შეიძლება საზოგადოება მივიდეს დაპირისპირებამდე, რა თქმა უნდა და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლების წარმომადგენელს მოусმინოთ. დღევანდელი დღე იყო სრული ილუსტრაცია მათ მიერ დალაგებული კამპანიების. აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ კომპანიებშიც კი სრულ უმცირესობაში არიან. ანუ იბიცებიან ვითომ კომპანიები, რომლებიც ხელმძღვანელების განსმოძრაობას უჭერენ მხარს, მაგრამ ამ კომპანიებშიც კი ისინი აღმოჩნდნენ სრულ უმცირესობაში. მეორე,
როდესაც რაღაცა შხუბები მოხდა ერთ ორგან დოლიძის კუთხეში თუ არ წერდი, ხილიანის კუთხეში სადღაც საბურთალოს ტერიტორიაზე დაპირისპირება იყო. ტიტუშკას ეძახიან. ეხლა 1,100,000 კაცს თუ ტიტუშკას არ დაუძახებენ ძალიან კარგს იზავენ. მაგრამ მეორე რა არის იწავარი? ტიტუშკები ხალხში შეერივნენ და ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრიან. წარმოიდგინეთ, ხალხს რეალურად იმხელა აგრესია აქვს მათ მიმართ, რომ ჩვეულებრივი მოსახლეობა ფანჯრებიდან კვერცხებს ესვრის ამ ხალხს, რომლებიც ასეთ სამწუხაროდ სხვა ქვეყნები და სხვა ძალების სასარგებლო პროპაგანდაში და გაფიცვებში არიან ჩართულები. მართალს ლაპარაკობს, სწორია ყველაფერი რაც ითქვა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ არის ძალიან საშიში თემა. უაღრესად საშიში თემა საზოგადოებაში დაპირისპირების გამწვავება, გაღრმავება და გადასვლა ფართო სპექტრში. ძალიან ცუდი რამ არის და ამასთან დაკავშირებით მინდა წარმოგიდგინოთ ერთი დევნილი ქართველი. უსამართლოდ დევნილი ქართველი მთელი 30 წლის განმავლობაში, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება არ აღირსეს. ის სხვა ქვეყნის, სხვა სახელმწიფოს რომელიღაც გადაცემაში მსჯელობს ამ საკითხებზე, იქ იხსენებს საქართველოს თემასაც და ზუსტად იმ საკითხებს ეხება, რის შესახებაც ახლა მე მაქვს საუბარი, რას ნიშნავს ნაბიჯ ამ მიმართულებით სიარული. ეს კაცი გახლავთ ბატონი იგორ გიორგაძე. И всю остроту проблемы, которая там была между ними, я почувствовал, когда в Грузии началась гражданская война. Когда Западная Грузия поддерживала Звяда Гамсахурдия, а Восточная и, через перевал Сурамский не принимала все, что там было. И когда я не знал даже, мой, он как получается двоюродный брат отца, для меня он троюродный, не знаю, да. Оказался, я не знал с самого начала, на той стороне, и он погиб. И хорошо, хоть, в кавычках хорошо, в какой-то момент он приехал с отцом с моим говорить, это в Самтреде происходит, а линия фронта проходила Поти, Хоби, тебе понятно эти названия. А я не знал, что он на той стороне. Мама показывает так. Дескать, я подхожу, мама, что такое? Суликов говорит, с той стороны. Я говорю, он пришел отцу моему предлагать перейти на ту сторону. Потом со мной разговор. Я говорю, а ты где стоишь? Оказывается, мы друг против друга стоим. Я говорю, я тебя умоляю, смени позицию. Я знаю, что в ближайшее время нам поступит команда, и мы вынуждены будем друг... Он говорит, а ты не можешь? Я говорю, не могу. Он сменил позицию. Но он не просто погиб, его там внутренние войска, которые вошли, с той стороны, на которой и я воевал. Я ему объясняю, я говорю, я не Шеварднадзе защищаю. Шеварднадзе — сатана. Грузия для грузин? Что это за лозунг? Это что такое? Абхазы враги, осетины враги, русские плохие. Что это? Я этого не приемлю. И когда мы читали там поднятую целину или там какие-то вещи, да, Тихий Дон, как брат на брата, отец, там, сын. Оказывается, да. Да, сейчас мы это на Украине, кстати, видим. Вот сейчас видим. В новом изводе. Вообще очень много параллелей. აი ასეთი არის ეს მონაყოლი. მან დაასახელა ლიტერატურული ნაწარმოებები შოლოხოვის წყმარი დონი და გატეხილი ყამირი. შეგვიძლია სხვა ნაწარმოებებიც მივუმატოთ, თქვათ, ეპოქალური მნიშვნელობის ნაწარმოებები, სადაც ეს დიდი დაპირისპირებებია, თქვათ, იგივე კონსტანტინე გამსახურდიას თვარის მოტაცება და სხვა და სხვა უამრავი, მაგრამ რა გვინდა ნაწარმოებები, როდესაც ეს ჩვენ გამოვიარეთ და სულ ახლა ხანს იყო ეს ყველაფერი. ცოტა ხანი გავიდა, ცოტა დრო გავიდა, მას შემდეგ ჩვენ აი ძმათა მკვლელ ომში გადავიჩეხეთ და ახლა იქითკენ ხომ არ უნდა ვიაროთ. ხომ უნდა გამოვხიზდეთ, ხომ უნდა დავიძაბოთ და გამოსავალი ვიპოვოთ, რომ ეს უბედურება არ დაგვემართოს. სამწუხაროდ ასეთი უბედურება მარტო საქართველოში არ ხდება, სხვაგანაც ხდება
იმიტომ რომ ყველა ამ რეალობის უკან, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, დგას ერთი დიდი და უზარმაზარი ძალა, მაგრამ ვიდრე სხვა მაგალითებზე გადავიდოდ და მინდა ამ იგორ გიორგაძის თემას შევეხო ისე 30 წელიწადია ეს კაცი არის დევნილი, უსამართლოდ დევნილი, ვერავინ ვერაფერი მას ვერ დაუმტკიცა, სასამართლო არ გაიმართა და ის პრაქტიკულად დატოვეს სამშობლოს გარეშე. შეიძლება ასე მოქცევა, მე ხელისუფლებას ვეკითხები, შეიძლება შევარდნაძის გზით სიარული დღემდე, თუნდაც ამ საკითხში, შეიძლება სააკაშვილის გზით სიარული დღემდე, თუნდაც ამ საკითხში. ან ჩაატარეთ სასამართლო, გამოიტანეთ განაჩენი და მიუსაჯეთ ამ კაცს ის, რაც ეკუთვნის, თუ კი მას დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ თუ კი არაფერი არ იძებნება და მას დანაშაული არ ჩაუდენია, შესაძლებელი ადამიანი აწამოთ სამშობლოს გარეშე ადამიანის დატოვება, ეს ხომ არის წამება. სხვა სამას ვერაფერს დავარქმევთ, ამიტომ მოდით ეს საკითხები რაღაც ისეთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რასაც ჰუმანიზმის და ადამიანურობისა და ზნეობის კონტექსტი ქვია. ახლა იმ საკითხებზე აი სხვაგან ხდება მეთქი რუმინეთის ამბები მოგეხსენებათ თქვენ იქ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო მთელი რიგი ბატალიები აი ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. ულტრამემარჯვენე ჯორჯესკუს პირველ ტურში მოულოდნელად გამარჯვება ოფიციალურმა ბუქარესტმა რუსული ჩარევით ახსნა, რომ ჯორჯესკუმ წინა საარჩევნო TikTok-ის ისეთი კამპანია გამოიყენა, რომელიც კრემლის გავლენის ოპერაციას გავს. ამის გამო მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე შედეგები სასამართლომ გააუქმა. ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მაისში დაინიშნა. არჩევნები გააუქმა, მაგრამ არჩევნების გაუქმება ეს ისეთი თემაა, რომელსაც შეიძლება გაცილებით უფრო დიდი უბედურება მოყვეს, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. აი ამ რუმინეთთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთი სიუჟეტი შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ საინტერესო დეტალები იკვეთება. რუმინეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ კი ამბობს, რომ გარეძალები რუმინეთს მესამე მსოფლიო ომისთვის პლაცდარმად ამზადებენ. ამისთვის კი რუმინეთში მდებარე ნატოს უმსხვილეს სამხედრო ბაზას გამოიყენებენ. კალინ ჯორჯესკუ მიიჩნევს, რომ რუმინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხო ქვეყნების ჩარევაც და ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმებაც, რომელშიც თავად გაიმარჯვა, გლობალური ომისთვის მზადებას უკავშირდება. ის რაც გასულ თვეში გააკეთეს არის აშკარა ამბოხი. მე მუდმივად მშვიდობის მომხრე ვარ და მათ მშვიდობა არ სურთ. მე უკრაინაში მიმდინარე ომში არანაირი სახის მხარდაჭერითა და წვლილი შეტანით არ ვარ დაინტერესებული. მაინტერესებს მხოლოდ რუმინეთის კეთილდღეობა და ეროვნული ინტერესები. დასავლელ ლიდერებს კი სიტყვა მშვიდობა აშინებთ, რადგან ომი სურთ. მათ სჭირდებათ, რომ საზოგადოება იყოს დაყოფილი და ეს მხოლოდ რუმინეთში არ ხდება. აი ასეთია ეს ვითარება, როდესაც პრინციპში არჩევნები მოგებული, გამარჯვებული არჩევნები წაართვეს ამ პიროვნებას და დაიძაბა უკიდურესად ვითარება, მაგრამ მე მინდა ბატონ ჯორჯესკუს კიდევ ერთი ფრაგმენტი მოვისმინოთ, ვის ადებს ის ხელს ყველაფერი იმაში, რაც განვითარდა რუმინეთში. არჩევნების შედეგების გაუქმებამ რუმინეთში საპროტესტო აქციების ტალღა ააგორა. ჯორჯესკუმ რუმინეთის მოვლენების ორკესტრირებაში ევროპელი პოლიტიკოსები სოროსის ქსელი და ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა. რუმინეთსა და მსოფლიოში ვითარების კარდინალურად შეცვლის იმედი კი დონალდ ტრამპის თეთრსახში დაბრუნებას დაუკავშირა. ნატო ახლაშუაზეა გახლეჩილი, რადგან ტრამპს სურს მშვიდობა, ომის დასრულება. ევროკავშირს კი უკრაინაში ომის გაგრძელება და ნატოზე კონტროლი სურს. მე ფაშიზმში მადანაშაულებენ, რეალურად კი ფაშისტები სწორედ ეს გლობალისტები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი წესების დამყარებას და რეგიონს უბიძგებენ მესამე მსოფლიო ომისკენ რუმინეთის გავლით. წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე და როგორია ეს შეფასებები, უმწვავესი შეფასებები. ეს მაგალითი რუმინეთისა, იმიტომ მოვიტანე, სხვა მაგალითების მოტანა შეიძლება ბევრი მსოფლიოში. იმიტომ მოვიტანე, რომ ჩვენ მარტო არა ვართ ქართველები და საქართველო ამ ვითარებაში. მთელი მსოფლიო არის გახვეული ამ აბლაბუდაში, ამ საშინელებაში, რასაც ქვია გარედან ჩარევა, გარედან მართვა, გარედან დიქტატი, სხვისი ჰეგემონიის გავრცელება და ამის გამო ჩადენა 1000 გვარი სიბინძურისა, რამაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისეთ ტრაგიკულ ვითარებამდეც მიგვიყვანოს, როგორც მაგალითად გვაქვს უკრაინაში.
აბსოლუტური კატასტროფა უკრაინისა და უკრაინელებისა. მაგრამ ეს ყველაფერი იმართება და სამწუხაროდ იმართება გარედან. მოდით ამ თემებს მე ცოტა უფრო გავშლი, მაგრამ აქ ცოტა ამოვისუნთქოთ და ჩვენი ნაცნობი რუბრიკა ფსიქიატრიული რენტგენი. მეცხრე ადგილზე გასული სიუჟეტი, უფრო სწორად ეს სიუჟეტი არ არის, ეს არის ფოტო, რომელიც ლაპარაკობს. როგორ მოგწონთ? გაფიცული პრეზიდენტი საქართველოსი. ის ხომ პრეზიდენტი ვარო იძახის. ისე როგორც ფსიქიატრიული სენი დაავადებული ადამიანების უმრავლესობა ზოგიერთი გენერალისიმუსია, ზოგიერთი ნაპოლეონია, ზოგიერთი რომის იმპერატორია, ზოგიერთი ბიზანტიის კეისარია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ქალბატონი ამ შემთხვევაში პრეზიდენტია, მაგრამ თან გაფიცული პრეზიდენტია და გაფიცულთა შორის კეკლუცობს. ახლა მინდა არა ფოტო, არამედ ვიდეო წარმოგიდგინოთ, ოღონდ პრაქტიკულად უხმო. ეს მერვე ადგილზე გასული სიუჟეტი იყო, ფსიქიატრია ვერ დაინახეთ, მე მგონი აშკარად ჩანს. მეშვიდე ადგილზე გასული სიუჟეტი. ყოველგვარი ხმა წავართვით ამ სიუჟეტს, იმიტომ რომ გამოსახულება ღაღადებს პირდაპირ და ღაღადებს, რა თქმა უნდა, ფსიქიატრიაზე. მეექვსე ადგილზე გასული სიუჟეტი, რომელსაც სიმშვიდით გაგიჟებულნი დავარქვი. ხედავთ იმ პოლიციელის სიმშვიდემ, სიწყნარემ და ღიმილმა რა უქნა ამ ადამიანებს. გააცოფა, გააგიჟა, მდგომარეობიდან გამოიყვანა, იმიტომ რომ სიმშვიდეს ვერ იტანენ, სიგიჟეს ელტვიან. აქ კი სიმშვიდე და სიწყნარე ნახავს. ეხლა მინდა შემოგთავაზოთ მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო, რომელიც ძალიან დამთრუნველად იმოქმედებს ალბათ თქვენზე. ევანდელმა დღემ გვაჩვენა, რომ არასდროს ამ ადამიანებს ამ ქვეყანაში სიმშვიდე აღარ ექნებათ. ამდენ რამეს მაკადრებინებდნენ, ამდენ ადამიანს საფუძვლოდ მაჭერინებდნენ, მერე მას ამართლებინებდნენ და რესტორანში ვერ ჭამდნენ მშვიდად საჭმელს. არა დამაძინებს ღამე მშვიდად. დღევანდელმა დღემ გვაჩვენა ის, რომ სპეცრაზმის გარეშე საჭმლის ჭამასაც ვეღარასდროს ვეღარ შეძლებენ. ესე მოუწევთ სიარული დღე და ღამე ყველგან. ისე ნუ იზამენ საწყალში სპეცრაზმთან ერთად დაიძინენ, მაგრამ ეგეც აუცილებლად იქნება. ყველას მოგაკითხავთ, სამართალი ყველასთან მოვა. რით არის დამთრუნველი ეს სიუჟეტი? იმითი, რომ ბავშვი იქცევა ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეს. ბავშვი ერევა იმ საკითხებში, რაშიც არ უნდა ჩაერიოს. ანუ ეს არის არა გარყვნა ცნობიერებისა, არამედ წაშლა ცნობიერებისა. და ის ძალა, რომელიც ამას მიმართავს, ამას იყენებს, ის პრაქტიკულად ამ ერთ კონკრეტულ პიროვნებას კი არა, მთელ საზოგადოებას ებრძვის, იმიტომ რომ ეს საშინელი ბრძოლაა. ეს ძალიან მძიმე ბრძოლაა. ისე გიჟებს რა დალევს ჩვენთან. მეოთხე ადგილზე გასული სიუჟეტი.
აი ხა ხედავთ რომ მე განვიცდი, ხო? ხო ხედავთ რომ განვიცდი, რაღაც ნერვი უვლობ, ხო? დამცინით, ხო? დამცინე. მიდი დამცინე, მიდი მესროლე, მიდი დამარცხი, მიდი დამიჭირე, მიდი ყველას დაგვიჭერთ ამის დედავატირე მე თქვენი რა. წარმოუდგენელია უკვე. ნორმალურად როგორ უნდა გელაპარაკოთ ადამიანი ისიც არ ვიცი. ვის ელაპარაკება ისიც არ ვიცი, ალბათ ხელისუფლებას, ალბათ სამართალდამცავებს, არ ვიცი, მაგრამ დამთრუნველად მოქმედებს. შეიძლება ცრემლამდეც კი მივიდეს ადამიანი, როდესაც ხედავ, რომ შენი თანამემამულენი, შენი თანამოქალაქენი აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა რაღაცა. კიდევ ერთი სიუჟეტი, ეს არის მე-3 ადგილზე გასული ვიდეო. და ბოლო კითხვა. გინდათ თავისუფლება? გინდათ თავისუფლება? გინდათ მიტება? მასილური ბრძვით წერტილი გამთანიისას ბრძოლა გველოდება. ეს ცუდად განსახიერებული როლი კი არ არის, ფსიქიატრიულად განსახიერებული როლია. რაღაცა უჭირს ამ ცნობიერებას. სხვაგვარად ასე არ იქცევიან ხოლმე. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. დადებით ინაუგურაციისთვის, რომელიც ჩატარდება 20-ში პრეზიდენტ ტრამპის ქალაქში მიმდინარეობს სრული მობილიზაცია და ესე ვთქვათ, უსაფრთხოების ზონების მიღება და მოკლედ მინდა უთხრა ქართულ ხალხს, რომ იმ ხალხს, ვინც დღეს ქუჩაში დგას, ვინც აპროტესტებს რუსულ რეჟიმს, ყველაფერი მაგრად იქნება. ჩვენ მარტო არა ვართ ამ ბრძოლაში, ასე რომ გამარჯვება იქნება ძალიან მალე. წარმატებები ყველას. არ არის რაღაცა ტრაგიკული ამ კაცის ქცევაში, ქმედებაში, საუბარში, მიმიკებში. რა თქმა უნდა არის. კაცი, რომელმაც მილიარდი იშოვა და ამ მილიარდის შოვნაში საკუთარი თანამემამულეების ძარცვაც ერია. აი ეს კაცი დღეს რას აკეთებს? ამერიკაში ტრამპის ინაუგურაციას ესწრება თურმე და ყველაფერი კარგად იქნებაო. რას გულისხმობს? სახელმწიფო გადატრიალებას საქართველოში. არ არის ეს ტრაგიკული და ფსიქიატრიულიც. რა თქმა უნდა არის. და პირველ ადგილზე გასული ვიდეო, აქ თქვენ წინაშე წარმოსგება ქალბატონი ბოკუჩავა. ბოკუჩავა წარმოდგება ორჯერ, ორ ბოკუჩავას იხილავთ. ერთი ბოკუჩავა, რომელიც ლაპარაკობს ახლა სალომე ზურაბიშვილის წასვლის შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან ის შესახებ და მეორე ბოკუჩავა, რომელიც მაშინ ლაპარაკობდა სალომე ზურაბიშვილის შესახებ, როდესაც ის პრეზიდენტად მოვიდა. განსხვავება თავად იხილეთ. ამ ქვეყანაში ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციად რჩება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც 14 დეკემბრის შემდეგაც და 29 დეკემბრის შემდეგაც, როდესაც ეს დე-ფაქტო ინაუგურაცია სავარაუდოდ შედგება, ის იქნება კვლავ ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი. დღევანდელი მოცემულობით საქართველოს პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია, იმიტომ რომ ის არის ნომინალური პრეზიდენტი. ჩვენ მას არც ვაღიარებთ როგორც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს, იმიტომ რომ ბიძინა იუენიშვილმა მარტივად მას უყიდა არჩევნები, მან გააყალბა არჩევნები გახარიას ხელით, რომელიც სწორედ გახარიას ხელით ასე ძალადობრივად ჩატარებული არჩევნების ბრჭყალებში შედეგად ბიძინა იუენიშვილმა დასვა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სკამზე. აი ასეთია დიამეტრალური განსხვავება, ასეთია უსინდისობა, უტიფრობა, ყოვლის მკადრებლობა და რაც მთავარია, საკუთარი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა, რომელსაც ეს ქალბატონი აკეთებს. ამით დავამთავროთ ეს რუბრიკა. მოკლედ ორიოდე დღე გვაშორებს ტრამპის ინაუგურაციისგან, რომელიც როგორც ჩანს, წინააღმდეგობრივი და მძიმე ბრძოლებით იქნება აღსავსი.
Deep State-ი ტრამპისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. RMG Research-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით მულტიმედია საინფორმაციო ორგანიზაცია Daily Signal-ი წერს, რომ ფედერალური მთავრობის მენეჯერების 42% დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ მუშაობას ისახავს მიზნად. Deep State-ის ამ სეგმენტის მიერ ამერიკის 47 პრეზიდენტის პოლიტიკისთვის საბოტაჟის მოწყობის შესაძლო გეგმებს ილონ მასკი გამოეხმაურა. მასობრივი ფედერალური ბიუროკრატია მთავრობის არაკონსტიტუციური მეოთხე განშტოება ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხის ნება ჩაშალოს. მასკი გამაოგნებლად მიიჩნევს ჯეიმს ოკიფის მედია ჯგუფის მიერ Deep State-ის გამოაშკარავების მიზნით ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს, სადაც პენტაგონის გაერთიანებული შტაბის უფროსი მრჩეველი ჯეიმს მანინა აღიარებს, რომ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმების განსახილველად ამერიკელ გენერლებთან საიდუმლო შეხვედრები გამართა. განვიხილავთ თუ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ. ჯერ კიდევ გაზაფხული მუშაობ გენერლებთან, ყოფილ ელჩებთან და ერთ ორგანიზაციასთან, რომელიც დონალდ ტრამპის დამარცხებას ცდილობს. მთელი ერთი წელი ვმუშაობდით, რომ ამერიკელი ხალხისთვის გვეჩვენებინა ტრამპის ადმინისტრაციის უარყოფითი შედეგები. ამ მიზნით მე თავად 120-მდე სტატია გამოვაქვეყნე, ცხადია სხვისი სახელით. ამავე მედიის ცნობით, პენტაგონის გაერთიანებული შტაბის უფროსმა ჯეიმს მანინასთან თანამშრომლობა დაადასტურა, აღნიშნა, რომ ამ ვიდეოში იგი სიცრუეს საუბრობს და sapasუხოდ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ მასთან კონტრაქტი დაუყოვნებლივ შეწყვიტა. პენტაგონის ახალ ხელმძღვანელად დონალდ ტრამპს სამხედრო ვეტერანი პიტ ჰექსეტი ყავს შერჩეული. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი იმედოვნებს, რომ სწორედ ჰექსეტის და ტრამპის მიერ დომინირებული სხვა კანდიდატების ერთობლივი ძალისხმევით შეძლებენ Deep State-თან, იგივე ჭაობთან ბრძოლას. მე და პიტის მსგავს პიროვნებებს რეალურ ბრძოლაში გვაქვს გამოცდილება და ამ ცოდნას ახლა ჭაობთან საბრძოლველად გამოვიყენებთ. აი ასეთი გახლავთ წინააღმდეგობა, დაპირისპირება, რომელიც ელოდება დონალდ ტრამპს, მას შემდეგ, რაც შედგება ინაუგურაცია და ის, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი, შევა კანონიერ ძალაუფლებაში. რაც შეეხება თვითონ ტრამპს, ის, რა თქმა უნდა, უკან დახევას არ აპირებს. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ Deep State-ს გაანადგურებს და ამ მიზნით მან ახალი ადმინისტრაციისთვის თანამოაზრეთა გუნდი დააკომპლექტა. კაბინეტის ახალი წევრების დამტკიცებამდე კონგრესში კანდიდატთა მოსმენები მიმდინარეობს. ამერიკის 47 პრეზიდენტს თანაგუნდელები ურჩევენ, რომ Deep State-თან ბრძოლაში პირველი ნაბიჯი 20 იანვარს ინაუგურაციის დღესვე გადადგას და ფედერალური მთავრობიდან 1000-ობით ჩინოსანი გაათავისუფლოს. რას და ვის უპირისპირდება დონალდ ტრამპი? მე გეტყვით, რომ უპირისპირდება უძლიერეს მტერს, რომელსაც გააჩნია მრავალი საცეცი, მრავალი წახნაგი, მრავალი მისადგომი, დაწყებული გარყვნილებიდან და დამთავრებული ძალმომრეობით. რაც შეეხება გარყვნილებას, ეგრეთ წოდებულ LGBT თემას. აი როგორია დამოკიდებულება ახლებური მიდგომა ამ საკითხისადმი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრანსგენდერ ქალებს, ანუ ბიოლოგიურად მამაკაცებს სპორტის ქალთა სახეობებში ასპარეზობა უნდა აეკრძალოთ. ამას ითვალისწინებს კანონი ქალებისა და გოგონების დაცვის შესახებ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 218 კონგრესმენის მხარდაჭერით მიიღეს. აკრძალვა ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის დაწყებით სკოლებსა და კოლეჯებში მოქმედ სპორტულ აქტივობებზე გავრცელდება. ქალსა და მამაკაც შორის განსხვავება აშკარაა და რადიკალმა მემარცხენეებმა განსხვავების ძალით აღმოფხვრა გადაწყვიტეს, მათ ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური მახასიათებლების წაშლა სურთ. არასდროს არ უნდა მივცეთ უფლება ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ამორალურ იდეოლოგიას დანებდეს. წმინდა წერილი გვახსენებს, რომ ღმერთმა ქალი და კაცი შექმნა. აღიარებულია, რომ ქალი და კაცი ერთმანეთისგან ბიოლოგიურად განსხვავდებიან, ამას მეცნიერებაც ეთანხმება. მართალია კანონპროექტს დემოკრატები ეწინააღმდეგებიან, თუმცა კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ამ თემაზე პარტიის შიგნით ერთობა არ აქვთ, რადგან დოკუმენტს რამდენიმე დემოკრატმაც დაუჭირა მხარი. კანონპროექტის ინიციატორი რესპუბლიკელები განმარტავენ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა გოგონათა და ქალთა უფლებების დასაცავად არის აუცილებელი. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი იმის შესახებ, თუ რას უშვებიან ტრანსგენდერი სპორტსმენები ქალებს. ისინი მათ სხვირს უტეხენ, სასტიკად ეპყრობიან. როდესაც ტრანსგენდერი ქალები ქალთა სპორტში მონაწილეობენ, ამ დროს მოედანზე მკაფიო წესები ირღვევა. ქალები ამისგან უნდა დავიცვათ. ეს კანონპროექტი კი ერთადერთი გზაა. სამარცხვინოა, რომ ოპოზიციური პარტია ამ დოკუმენტს, ანუ ქალთა დაცვას მხარს არ უჭერს. თქვენ გსურთ, რომ საერთო სააბაზანოში ჩვენთან ერთად პენისის მქონე ქალები
ჭრილობით შემოვიდნენ. გინდათ ქალები აიძულოთ მამაკაცის წინაშე გასახდელში გაშიშვლდნენ. თქვენი მხრიდან დიდი ფარისევლობა აქვს მჯდომებმა სამოქალაქო უფლებებისა და პირადი სივრცის შესახებ ისაუბროთ მაშინ, როდესაც თავად ქალთა უფლებებს არ სცემთ პატივს. 2500 წლის წინ დაახლოებით იყო ერთი ბერძენი ფილოსოფოსი პარმენიდე, რომელსაც უნდოდა მისი მოძღვრების საფუძვლად დაედო ისეთი ბანალური ჭეშმარიტება, უმარტივესი ჭეშმარიტება, რომელიც დავას არ გამოიწვევდა, რომელიც უცილობელი სიმართლე იქნებოდა ყველასთვის და მან თქვა ის რაც არსებობს ის რაც არ არსებობს არ არსებობს. შემდეგ ამ დებულებაზე ააგო უზარმაზარი მოძღვრება. ბანალურ ჭეშმარიტებაზე მოგახსენებთ. რა შეიძლება იყოს უფრო ბანალური თუ არა ის, რომ ბუნებაში არსებობს ორი სქესი, რომ კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი. თითქოს არაფერი. ვის რა შეიძლება ამასთან სადავო და საკამათო კონდეს. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ლიბერალურმა გარყვნილებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ აი ეს ყველაზე ბანალური, ყველაზე უცილობელი ჭეშმარიტება გახდა სადავო და საკამათო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა უკუ პროცესი დაიწყო. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კანონპროექტს საღი აზრის მორიგი გამარჯვება უწოდა. დღეს დიდი დღეა ამერიკელი ქალებისთვის. წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა კვლავ დაიცვეს ქალები. ამ კანონის მიღებით ხმა მივეცით იმას, რაც სწორია. კაცები არიან კაცები და ქალები არიან ქალები და კაცებს არ შეუძლიათ გახდნენ ქალები. ეს ძალიან მარტივია. მართლაც საოცრება. იცით რა არის? აი ეს ბანალური ფრაზა არის რევოლუციური ფრაზა. ეს არის გადატრიალება მთელი დასავლური იდეოლოგიისა, რომელზე დაფუძნებითაც ის აპირებდა მსოფლიო ჰეგემონობას. აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება ეს ყველაფერი და ახლა მაინტერესებს მე აი ეს ჩვენებურები აქ რომ წრიალებდნენ და წკავწკავებდნენ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რა სიტყვიან? იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, ახლა ისმენენ ამერიკელებისგან. ჩვენ ხომ ჰომოფობები ვიყავით, ჩვენ ხომ უსაზიზღრესი ადამიანები ვიყავით და იქ ამერიკაში იყო ჭეშმარიტება, ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა და ასე შემდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოს კარნახობდა LGBT წესით ცხოვრებას. ახლა შეიცვალა ეს ყველაფერი და ნახოთ ესენი რა პასუხს გასცემენ. დიახ, აქვე მინდა იმ თემაზე შემოგთავაზოთ ერთი სიუჟეტი, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციები და აი ეს ყველაფერი იმის დასტურად თუ რასთან მოუწევს ბრძოლა ტრამპს, თუ კი იგი მართლა ისე მოიქცევა, როგორც წინა საარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა და როგორც ჯერ კიდევ აცხადებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე რუმინეთში უმსხვილესი სამხედრო ბაზა, რომელიც ანექსირებულ ყირიმს უყურებს, ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისა. ნატოში შესაძლოა ჩათვალეს, რომ ჯორჯესკუ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ამ ბაზის დახურვას მოითხოვდა. ამერიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა დემოკრატიის ეროვნული ფონდი, IRA და სხვები. ისინი ფუნქციონირებენ როგორც დაზვერვის მიერ ჩანერგილი შუამავლები და არჩევნების გასაშუქებლად მხოლოდ მათთან კომუნიკაციაა საჭირო. ჩვენ ვიყენებთ პროპაგანდასაც და ამაში დიდი რაოდენობის ფული იხარჯება, თუმცა თუ კი ეს პროპაგანდა არ ამართლებს და არჩევნებში არასწორი კანდიდატი იმარჯვებს, მაშინ ან არჩევნების შედეგების გაუქმების ოპერაციას ვატარებთ, ამ ფერადი რევოლუციის ოპერაციას. ეს ცენტრალური დაზვერვის საქმიანობაა. აი ასეთი გახლავთ წინააღმდეგობა, დაპირისპირება, მხილება ამ ცხოვრების წესისა, რომელიც ყველანაირად ჩანს, რომ კიდევ უფრო გამწვავდება და კიდევ უფრო მძაფრ სახეს მიიღებს. მარკო რუბიო არის ასეთი კაცი, რომელიც მოდის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და თქვენ წარმოიდგინეთ ამ მარკო რუბიომ მოგახსენებათ, რასაც ნიშნავს ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მდივანი, ეს არის უზარმაზარი გავლენების კაცი
თანამდებობა უფრო სწორედ მსოფლიოში და აი ეს კაცი მოდის პირდაპირ რევოლუციური იდეებით. აი ერთი მათგანი. ხანგრძლივი ცივი ომის დასრულების ტრიუმფალიზმის მიუხედავად წარმოიშვა ორპარტიული კონსენსუსი, რომ ჩვენ მივახციათ ისტორიის დასასრულს, რომ დედამიწის ყველა ერი გახდებოდა დემოკრატიული დასავლური საზოგადოების წევრი, რომ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ემსახურებოდა ეროვნულ ინტერესებს, ახლა შეიძლება შეიცვალოს ისეთით, რომელიც ემსახურება ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს, რომ მთელ კაცობრიობას ახლა განსაზღვრული აქვს მიატოვოს ეროვნული იდენტობა და ჩვენ გავხდებით ერთი ადამიანური ოჯახი და მსოფლიოს მოქალაქეები. ეს არ იყო მხოლოდ ფანტაზია, ეს იყო სახიფათო ილუზია. სახიფათო ილუზია უწოდა ამ კაცმა იმას, რაზეც იდგა ამერიკული იდეოლოგია. საძირკველი ამერიკული იდეოლოგიისა, ფუნდამენტი, საფუძველთა საფუძველი. აი ამას შეეხო ეს კაცი და თქვა, რომ ეს იყო სახიფათო ილუზია. რა მოუტანა ამან კონკრეტულ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას. აქ ამერიკაში და მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ეკონომიკაში თითქმის რელიგიურმა ერთგულებამ თავისუფალი და შეუზღუდავი ვაჭრობისადმი ჩვენი ეროვნული ეკონომიკის ხარჯზე შეამცირა საშუალო კლასი, დატოვა მუშათა კლასი კრიზისში. მაშინ როცა ამერიკა ძალიან ხშირად აყენებდა მსოფლიო წესრიგს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა. სხვა ქვეყნები განაგრძობდნენ მოქმედებას, ისე როგორც მათ საუკეთესოდ მიაჩნდათ საკუთარი თავდაცვისთვის. ეროვნებებისკენ შემოbrunება, კონსერვატიზმისკენ შემოbrunება, ტრადიციებისკენ შემოbrunება, ეს გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პირველი პირებისგან, რომლებიც აგერ ორ დღეში შევლენ კანონიერ ძალაში. ბატონი მარკო რუბიო შეეხო ნატოს თემასაც, ცოტა უფრო მოკრძალებული იყო აქ, მაგრამ მაინც რევოლუციური. ნატო ძალიან მნიშვნელოვანი ალიანსია. ნატოს გარეშე არ დასრულდებოდა ცივი ომი, თუმცა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში არა მხოლოდ მოკავშირეების ყოლა, არამედ თავდაცვის უნარის მქონე პარტნიორები, რომლებსაც საკუთარი რეგიონის დაცვის შესაძლებლობა აქვთ. მე ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა წამოვწიოთ. რაც უფრო მიიწევთ ევროპაში აღმოსავლეთით, მით მეტ დახარჯულ ფულს ვხედავთ. არმიაზე დახარჯული მთლიანი შიდა პროდუქტის შეფარდებით. დიდარმა განვითარებულმა ეკონომიკებმა ნატოში ჩვენმა პარტნიორებმა დიდი წვლილი უნდა შეიტანონ საკუთარ უსაფრთხოებაში. ამ სიმართლეს ამტკიცებს ის, რაც უკრაინას დაემართა. დააკვირდით, შეერაღებული კონფლიქტის გამო ევროპული ქვეყნების შეერაღების და საწარმოო სიმძლავრეების ზრდას. წარმოიდგინეთ, რომ ეს სიმძლავრე იქ ამ კონფლიქტამდე ყოფილიყო. შესაძლებელია ამას შემაკავებელი ეფექტიც ჰქონოდა. ლიბერალიზმი დგას სამ ძირითად ფუნდამენტზე. ეს არის სიცრუე, ეს არის გარყვნილება და ეს არის ძალმომრეობა. აი ყველაფერ ამის გაშიშვლება იწყება. ყოველივე ამის თვის საფუძვლის გამოცვლასთან მივდივართ. ყოველ შემთხვევაში ასეთი პირი უჩანს იმ პროცესებს, რომელიც ამერიკაში ხდება და ამას მაფიქრებინებს ის დამოკიდებულება უკრაინის საკითხის მიმართ, რომელსაც მარკო რუბიოს პირით ახლა მოისმენთ. მილიონობით უკრაინელი აღარ ცხოვრობს უკრაინაში. საკითხავია ის, თუ რამდენი მათგანი დაბრუნდება და სად დაბრუნდება. ამ წუთებშიც უკრაინის ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა ნადგურდება, რასაც მომავალი 10 წლების განმავლობაში აღსადგენად ასეულობით მილიარდი დოლარი დასჭირდება. შეერთებული შტატების პოზიცია ომის დასრულება უნდა იყოს. უკრაინის პრობლემა იმაში კი არ არის, რომ მას ფული უმთავრდება. პრობლემა იმაშია, რომ მას უკრაინელები უმთავრდება. ბაიდენის ადმინისტრაციასთან უთანხმოება მქონდა იმაზე, რომ არასდროს განუსაზღვრიათ მკაფიოდ თუ რა არის კონფლიქტის საბოლოო მიზანი, თუ რას ვაფინანსებთ. დათმობაზე წასვლა მოუწევს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ასევე უკრაინელებსაც. არარეალისტურია იმის დაჯერება, რომ უკრაინა შეძლებს დააბრუნოს რუსული ჯარები იქ, სადაც ისინი 2022 წლამდე იდგნენ, ანუ ქვეყანაში რუსეთის შეჭრამდე. ყველაფერს ნათლად და მკაფიოდ ლაპარაკობს ეს კაცი, მაგრამ როგორც გითხარით, ლაპარაკობს რევოლუციურად, იმიტომ რომ ეს მიდგომა, ეს გონივრული მიდგომა ჩვენ ამერიკელებისგან და ევროპელებისგან არ მოგვისმენია საერთოდაც და განსაკუთრებით უკრაინის საკითხთან. მაგრამ ის ერთი ფრაზა, რომელიც ამ კაცმა თქვა, ალბათ შემზარავია, გამაოგნებელია. მსოფლიოში არ იარსებობს კაცი, რომელიც ცრემლებამდე არ მივა ამ ფრაზის შემდეგ. უკრაინას ფული კი არ უთავდება. უკრაინელები უთავდება. ჩვენ მოწმე ვართ უკრაინის სრული განადგურებისა.
და ამას სხვა ვინმე კი არ აკეთებს. რა თქმა უნდა, სხვა ვინმე აკეთებს, როდესაც მას ეხმარებიან ფინანსებით, ეხმარებიან შეიარაღებით, რაც თავარია, წახალისებულია ის იდეოლოგია, რომელსაც უკრაინა აქამდე მიიყვანა. კი, ისინი აკეთებენ, მაგრამ უკრაინელებმა ხომ თავის თავს თვითონ მოსწიეს ეს უბედურება, ეს საშინელება. აი ეს არის ის, რაც გასააზრებელია. არასწორმა ორიენტაციებმა რა შედეგი შეიძლება გამოიღოს და რა კატასტროფამდე შეიძლება ერი და ქვეყანა მიიყვანოს. ეს რა თქმა უნდა აუცილებლად გასათვალისწინებელია. და ყველაფერ ამის გამო რა თქმა უნდა მთელი ყურადღება მიპყრობილია იქითკენ, რომ აი საცაა მომზადდება და მოხდება შეხვედრა ორი პრეზიდენტისა, ტრამპისა და პუტინისა, რომელმაც ეს საკითხები უნდა გადაწყვიტონ. დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად ვლადიმერ პუტინს აქამდე შეხვდებოდა, მაგრამ ამისთვის ჯერ თეთრსახში დაბრუნებაა საჭირო. მან იცის, რომ პუტინს შეხვედრა სურს და გვარწმუნებს, რომ ამას ძალიან მალე აპირებს. ომის დასრულების ერთადერთი სტრატეგია არსებობს და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, რომ პუტინი აღფრთოვანებული იყოს მოვლენების განვითარებით, რადგან საქმე არც მისთვის წავიდა კარგად. უფრო დეტალურად უსაფრთხოების საკითხებში მისმა შერჩეულმა მრჩეველმა განმარტა, რომ უკრაინაში 3 წლიანი ომი ადამიანებისა და რესურსების ხორცსაკებად იქცა. სწორედ ამის გამო სურს ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს მისი დაუყოვნებლივ დასრულება. ამერიკელები იმ ლაპარაკიდან, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, გადავიდნენ იმ ლაპარაკზე, რომ დიპლომატიამ უნდა იმუშაოს და ეს არის აუცილებელი. ყველას ესმის, რომ ეს ყველაფერი დიპლომატიური გზით უნდა დამთავრდეს. არ ვფიქრობ, რეალისტურია ვამტკიცოთ, რომ უკრაინის ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრიდან ყველა რუსი გამდევნოთ, მათ შორის ყირიმიდან. პრეზიდენტი ტრამპი აღიარებს ამ რეალობას და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ მსოფლიოც აღიარებს ამას. ასე უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ომი უნდა შეჩერდეს. მაგრამ ომის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც რეალობა იქნება გაცნობიერებული. პირველ რიგში დასავლეთის მიერ. რა მოიმოქმედეს მათ, რა შეცდომები დაუშვეს და სანამდე შეუძლიათ თუნდაც იგივე დასავლეთი მიიყვანოს ამ გზის გაგრძელებას, ამ უგუნურების გაგრძელებას. ეს თუ მოხდება, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ომის შეჩერება და ეს უკვე რა თქმა უნდა ძალიან დიდი საქმეა, იმიტომ რომ ათასებისა და ათეულობით ათასების გადარჩენაზეა ლაპარაკი. იმ სიცოცხლეთა გადარჩენაზე, რომელიც ამ უგუნურებას უნდა შეეწიროს. კიდევ ერთი სიუჟეტი მინდა შემოგთავაზოთ. კონგრესმენი ვოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინის სრული დეოკუპაცია შეუძლებელია, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის შენარჩუნება არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ტრამპმა პუტინი ომის შეწყვეტაზე დაითანხმოს. არჩეულ პრეზიდენტს კრემლთან გარკვეული ბერკეტების გამოყენებაც მოუწევს. კიევმა კი მობილიზაციის ასაკი უნდა დაწიოს. უკრაინაში 18 წლის ახალგაზრდების ომში გაგზავნის აუცილებლობაში ტრამპის გუნდი ბაიდენის ადმინისტრაციის წევრებმა დაარწმუნეს. აი ასეთი არის ის მეტამორფოზა, რომელსაც ჩვენ მიდგომებში ვხედავთ და რომელიც რა თქმა უნდა გვაიმედებს იმითი, რომ შეიძლება გონიერებამ გაიმარჯვოს უგუნურებაზე. რას ამბობს თვითონ ბაიდენი, რომელიც მიდის? საბოლოო ჯამში ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა თუ რას მოიმოქმედებს, თუმცა ჩვენ საჯაროდ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ცოცხალი ძალის პრობლემა კიევმა უნდა გადაჭრას. ვოლოდიმირ ზელენსკი არაპოპულარულ გადაწყვეტილებაზე უარს აცხადებს და პირიქით პარტნიორებს არასაკმარისი სამხედრო დახმარების გამოსაყვედურობს. ვიდრე არმიის შემადგენლობის გაზრდაზე ვისაუბრებთ, ჯობი არსებული სამხედრო შენაერთების შეიარაღებაზე ვიზრუნოთ. ხო, ასე მოინდომა ზელენსკიმ ხელი შეხოცვა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა ბაიდენისთვის. ბაიდენი კი ასე პასუხობს. ჯო ბაიდენი კი ირწმუნება, რომ მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საგარეო პოლიტიკური შედეგი რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის დახმარებაა. ის რომ სწორედ მისმა ადმინისტრაციამ შექმნა უკრაინის ნათელი მომავლისთვის საჭირო ფუნდამენტი. ჩვენ დავეხმარეთ უკრაინას პუტინის შეჩერებაში და 3 წლის შემდეგაც პუტინმა ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.
რა თქმა უნდა, ბაიდენის განცხადება სხვაგვარი ვერ იქნებოდა, იყო ისევ უგუნურებასთან წილნაყარი, ისევ უტიფრობასთან წილნაყარი, ისევ სიცრუესთან წილნაყარი და ასე ტოვებს ეს კაცი არენას. ახლა ეს ყველაფერი ერთად რომ შევაჯამოთ, ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ რასთან გვაქვს საქმე და როგორი უნდა იყოს ჩვენი გახედვა მომავლისაკენ. მე მინდა ბატონ მამუკა PPS ეს არის სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, აი მისი ერთ-ერთი გამოსვლის ფრაგმენტი გაჩვენოთ. ის ძველ ამბავს იხსენებს, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია ის მიდგომები, რაც ამაში ჩანს. Я ездил только в Грузию, чтобы партию создать на съезды партии и по партийным делам. Для того, чтобы лучше жилось нашим народом. Чтобы прямо летали без проблем, чтобы без виз ездили. Вот ты знаешь, мы сделали 15 июня еще обращение к Владимиру Владимировичу, чтобы полностью сняли визу и чтобы амнистировать грузинских граждан, которые здесь нарушили. Они же как бы вроде частично сняли визу, но люди все равно остались нелегалы. И вторым указом уже 10 октября Владимир Владимирович полностью снял эту проблему. И теперь граждане Грузии могут устроиться на работу в России так же, как граждане Беларуси, так же, как граждане Армении. Это при том, что у нас нету даже дипломатических отношений. Вот в этих условиях создали все возможности для граждан Грузии. აი ასე მოხერხდა რაღაც ნაბიჯების გადადგმა რუსეთთან. მასთან ურთიერთობით, მასთან ლაპარაკით, მასთან მისვლით და საკითხების შეჯერებით. ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველოს უნდა დაადგეს. ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაც უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ჩვენ გადაგვთა თავს, აი ეს დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. და ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რაც დღეს ხდება მსოფლიოში, რაც ეხლა ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. აი იმ პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთთან მისვლა, რუსეთთან დიალოგი, რუსეთთან საუბარია საჭირო იმისთვის, რომ გადავრჩეთ. მე მინდა ეს ხელისუფლების მისამართით ვთქვა და მოუწოდო მათ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგან. აქ დაყოვნება სიკეთის მომტანი არ არის. ამ გადაცემას დავამთავრებ ერთი ბუნდოვანი წინადადებით, ვისაც ძალიან დიდი იმედები გაქვთ იმისა, რაც ხდება, მაინც და მაინც დაიმედებულნი ნუიქნებით. მაგრამ ვინც უიმედოდ ხართ ყველაფერ იმის გამო, რაც მსოფლიოში ხდება, თლად უიმედოდ ნუ დარჩებით. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. აი ამ ბუნდოვანი ფრაზით დავამთავრებდი ამ წინადადებას, მაგრამ მინდა ამ წელსაც ძალაში დავტოვო ის რიტუალი, რომლითაც მე ვამთავრებდი ამ გადაცემას, ეს შეეხება კარებზე დაკაკუნებას და იმიტომ ვაგრძელებ ჯიუტად ამ რიტუალის შესრულებას, რომ ამ დაკაკუნებას მე მართლაც ველოდები. მე მგონი თქვენ ხვდებით, რომ დაკაკუნება შესაძლებელია მოხდეს გარედან მოქმედი ძალებისგანაც და დაკაკუნება შეიძლება მოხდეს შიდა ძალებისგანაც. არაფერი არ არის გამორიცხული ჩვენ და სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ვცდილობთ, რომ ვემსახუროთ სიმართლეს და ვემსახუროთ ჭეშმარიტებას. ერთი სიტყვით ასეთი იყო დღეს სპეციალური გამოშვება კაკუნი არის მის დღესაც, ამიტომ დაგემშვიდობებით იმ იმედით, რომ მომავალ პარასკევს დათქმულ დროს ისევ შევხვდებით ერთმანეთს გადაცემაში სპეციალური გამოშვება. ნახვამდის.